მოგვთა საჩუქრები. ავტორი ო ჰენრი. $1 და 87 ცენტი. სულ ეს იყო. აქედან 60 ცენტი ბაყლებთან, ბოსტნეულის გამყიდველებთან თუ ყასბებთან გაუთავებელი ვაჭრობით დაზოგილ ერთპენიანებს შეადგენდათ. საქონლის ზუსტ ფასზე ატეხილი დავები დელას უკვე ისე სულდა, რომ სრიმწრისაგან ყურებიც კი უწითლდებოდა. სამჯერ გადათვალა ფული. მხოლოდ $1 და 87 ცენტი ჰქონდა. მეორე დღეს კი შობადგებოდა. ის გადაარჩენოდა პატარა, გაცვეთილ ტახტზე დამხობილიყო და აქვითინებულიყო. ასეც მოიქცა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხოვრება ტირილის, სლუკუნისა და ღემილისაგან შედგება. ამათ შორის კი სლუკუნი ჭარბობს. სანამ დიასახლისი ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდოდეს, ჩვენ სახლს მოვავლოთ თვალი. ავეჯით გაწყობილი ბინა კვირაში $8 დაექირავებინათ. ოთახი მთლად მათხოვრული არ იყო, მაგრამ დიდი მაწანწალათა გუნდის საცხოვრებლად გამომდგარიყო. ქვემოთ შესასვლელის კარზე საფოსტო ყუდი მიეჭედებინათ, რომლის ჭრილშიც ვერც ერთი წერილი ვერ შეცურდებოდა. იქვე იყო ელექტროზარის ღილაკიც, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი ვერ გამოაცემინებდა ხმარს. კარზე მიკრულ პატარა დაფაზე კი მისტერ ჯეიმს დილინგემ უმცროსი ეწერა. სიტყვა დილინგემი ლამაზად გამოეყვანათ დაფაზე იმ კეთილ დროს, როცა მის მფლობელს კვირაში $30 უხდიდნენ. მას შემდეგ კი, რაც შემოსავალი $20-მდე შემცირებულიყო, სიტყვა დილინგემის ასოები აღარც ჩანდა კარგად. თითქოს ისინი ღრმად ჩაფიქრებულიყვნენ. მხოლოდ 100-მდე მოკრძალებულ დ-მდე ხომ არ შემცირდეთო. მიუხედავად ამისა, შინ დაბრუნებულ მისტერ ჯეიმს ყოველთვის ჯიმის ძახილითა და თბილი ჩახუტებით ხვდებოდა მისის ჯეიმსი დილინგემი. ჩვენთვის უკვე დელად ცნობილი, ეს კი ძალიან კარგი იყო. დელამ ქვითინი დაასრულა და ცრემლიან ლოყებზე პუდრი გადაისვა. შემდეგ ფანჯარასთან დადგა და ერთხანს უყურებდა, როგორც სეირნობდა ნაცრისფერი კატა ნაცრისფერი ეზოს ნაცრისფერ ღობეზე. მეორე დღეს შობა იყო. მას კი ჯიმისთვის საჩუქრის საყიდლად მხოლოდ $1 და 87 ცენტი ჰქონდა. ყველა პენის აგროვებდა თვეების განმავლობაში და აი სულ ეს იყო მისი დანაზოგი. კვირაში $20 აბა რას უნდა ყოფნოდა. ხარჯები გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მას ჰქონდა გამოთვლილი. ეს ხომ ყოველთვის ესეა, მხოლოდ $1 და 87 ცენტი ჰქონდა ჯიმისთვის. რამდენი ბედნიერი საათი გაუტარებია იმაზე ფიქრში, თუ როგორი საჩუქარი უნდა ეყიდა მისთვის. ეს აუცილებლად რაიმე მშვენიერი, იშვიათი და ძვირფასი უნდა ყოფილიყო. რაიმე ისეთი, რომ ჯიმსნაირ პატრონი დაემსახურებინა. ფანჯრებს შორის კედელთან ტრიუ მოიდგა. ალბათ გინახავთ ტრიუ $8 ბინაში. ზოლებით დაფარული სარკის ზედაპირი მიახლოებით თუ ასახავდა გამოსახულებას. სარკის ვიწრო გვერდებში საკუთარი გარეგნობა რომ შეგეთვალიერებინა, ძალიან გამხდარი და მოქნილი უნდა ყოფილიყავი. ტანწერწეტა დელა ამაში დახელოვნებული იყო. დელა უეცრად მოშოდა ფანჯარას და სარკისთან დადგა. თვალები საოცრად უბწყინავდა, მაგრამ სახე 20 წამში გაუფითრდა. სწრაფად გამოიწვო სარჭები თმიდან და თმაც მთელ სიგრძეზე დაეშვა. დილინგემს ორი რამ ჰქონდათ, რითიც ამაყობდნენ. ერთი ჯიმის ოქროს საათი იყო, რომელიც მანამდე ჯიმის მამას და უფრო ადრე კი მის პაპას ეკუთვნოდა, მეორე კი დელას თმა. შებას დედოფალს მოპირდაპირე ბინაში რომ ეცხოვრა, ერთ დღესაც დელა აუცილებლად გადმოფენდა ფანჯრიდან თმის გასაშრობად და მისი უდიდებულესების ძვირფასეულობასა და საჩუქრებს დაჩრდილავდა. სოლომონ მეფეს კი ამავე სახლში, შვეიცარად რომ ემუშავა და ქვაფენილზე მთელი თავისი სიმდიდრე ჰქონოდა დახვევებული, ჯიმი მის წინ ყოველგვარი გავლისას ამოიღებდა თავის საათს, რომ შორისაგან გაცოფებულ სოლომონს წვერი დაეგლიჯა. ასე რომ, დელას მბრწყინავი თფა ყავისფერ ტალღებად ჩამოიშალა. თმა მუხლებამდე სწვებოდა და მისთვის თითქმის სამოსივით იყო. აღელვებულმა დელამ თმა ისევ აიკეცა და იდგა, სანამ 1-2 ცრემლი არ დაეწვედა გაცვეთილ წითელ ხალიჩას. მერე ძველი ყავისფერი ჟაკეტი შემოიცვა, ძველი ყავისფერი ქუდი დაიხურა და ქვედა ბოლოს ფრიალით დაეშვა კიბეზე. დელა ერთ შენობასთან შეჩერდა, რომელსაც ასე ეწერა: მადამ სოფრონი, თმის ნაკეთობები. სულ ზედა სართულზე აიჭრა და იქ მოითქვა სული. ზორბა, გაფითრებული, გულცივი ქალბატონი, პირდაპირ მას რომ უყურედა, ნამდვილად არ ჰყავდა ვინმე სოფრონის. იყიდით ჩემ თმას, კითხა დელამ. საერთოდ მე თმას ვყიდულობ, უპასუხა ქალბატონმა. მოიხადეთ ქუდი ერთი თვალი შევავლო. დელამ ქუდი მოიხადა და თმა ისევ ტალღებად დაეშვა. ქალბატონმა თმა გაწაფული ხელით ასწია და თქვა: $20. ახლავე მომეცით, მიუგო დელამ. შემდეგი 2 საათი ვარდისფერი ფრთებით გაფრინდა. მომიტევეთ გაცვეთილი მეტაფორისთვის, დელა ჯიმისთვის საჩუქრის შესარჩევად მაღაზიიდან მაღაზიაში გადადიოდა. ბოლოს კი იპოვა, თითქოს საგანგებოდ ჯიმისთვის იყო შექმნილი. სხვა მაღაზიებში მსგავსიც არაფერი უნახავს.
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამორჩენია, ეს იყო პლატინის ძეწყვი ჯიბის საათისთვის. მარტივი და მოგრძალებული, რაც ცხადყოფდა, რომ მისი ღირებულება მხოლოდ შინაარსით იყო განპირობებული და არა მოჩვენებითი გაფორმებით. სწორედ ასეთი უნდა იყოს ყველა კარგი ნივთი. ეს ძეწყვი საათს ნამდვილად შეეფერებოდა და დელამ როგორც კი დაინახა, მაშინვე იფიქრა, რომ სწორედ ეს უნდა ეჯუქებინა ჯიმისათვის. ძეწყვი ჯიმის ჰგავდა. ჯიმიც მასავით სადა და ძვირფასი იყო. დელამ $21 გადაიხადა და მხოლოდ 87 ცენტით დაბრუნდა შინ. საათს ამ ძეწყვს რომ გამოაბამდა ჯიმის საზოგადოებაში ციფერბლატზე დახედვისა აღარ მოერიდებოდა. აქამდე კი საათს არც აჩენდა ხოლმე ტყავის იმ ძველი თასმის გამო, რომელიც ძეწყვის მაგივრობას უწევდა. სახლში რომ მივიდა, დელას აღელვება კეთილგონიერებამ შეცვალა. თმის დასახუჭუჭებელი მაშები გამოიღო, გაზი აანთო და იმ საბედისწერო ქმედების გამოსწორებას შეუდგა, რომელიც დიდ სულოვნებისა და სიყვარულის სახელით ჩაიდინა. ეს კი ყოველთვის ძნელი საქმეა, ძვირფასო მეგობრებო, აუტანელი. 40 წუთში დელას თავი თხელი, ხშირი კულულებით დაიფარა. ახლა სკოლიდან გამოპარულ ბიჭუნას ჰგავდა. დელა დიდხანს უყურებდა საკუთარ გამოსახულებას დაკვირვებით და კრიტიკულად. ჯიმი თუ მაშინვე არ მომკლავზე წამით მაინც დამაკვირდება, ალბათ მეტყვის, რომ კონის კუნძულების მომღერალი გუნდის გოგონას ვგავარ, დაასკვნა დელამ. მაგრამ რა უნდა მექნა მხოლოდ $1.87 ცენტით. 7 საათისთვის ყავა მზად იყო. გაზზე კი ტაფა კატლეტების შესაწვავად ცხელდებოდა. ჯიმი არასდროს იგვიანებდა. დელამ ხელში გადაიჯვარედინა ძეწყვი და მაგიდის კუთხეში იმ კართან დაჯდა, საიდანაც ჯიმი შემოდიოდა ხოლმე. კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა და დელას სახე გაუფითრდა. მას ჩვევად ჰქონდა ყოველდღიური წვრილმანების გამო პატარა ლოცვის წარმოთქმა. ახლაც ასე წაიჯორჩულა, გევედრები ღმერთო, დააჯერ რომ ძველებურად მშვენიერი ვარ. ჯიმი შემოვიდა და კარი მიხურა. ძალიან გამხდარი და სერიოზული ჩანდა. საბრალო ყმაწვილი მხოლოდ 22 წლის იყო და უკვე ოჯახის რჩენა ევალებოდა. ახალი პალტო სჭირდებოდა და ხელთათმანებიც არ ჰქონდა. კართანვე გახევდა, როგორც სეტერი, რომელმაც მწყერის სუნი იკრა. მისი მზერა დელას მიეჯაჯვა. მის გამომეტყველებაში იყო რაღაც ისეთი, რისიც წაკითხვაც დელას არ შეეძლო. ეს არც ბრაზი იყო, არც გაოცება, არც უკმაყოფილება და არც შეძრწუნება. არაფერი, რასაც დელა ელოდა. ჯიმი უბრალოდ უცნაურად მიშტერებოდა ცოლს. დელა სკამიდან წამოხვდა და ქმართან მივიდა. ჯიმ, ძვირფასო, მიმართა მან. ნუ მიყურებ ასე. თმა შევიჭერი და გავყიდე, რადგან ამ შობას ვერ გადავიტანდი, შენთვის რაიმე რომ არ მეჩუქებინა. ისევ გაიზრდება, შენ არ იდარდო. აბა რა მექნა? შობა მომილოცე, ჯიმ, გამხიარულდი. შენ ხომ არ იცი რა მშვენიერი საჩუქარი გელის. თმა შეიჭერი? ძიმედ კითხა ჯიმმა. ჩანდა გონებისთვის ძალდატანების მიუხედავად ვერა და ვერ იჯერებდა. შევიჭერი და გავყიდე, მიუგო დელამ. ისე ძალიან აღარ მოგწონვარ? ეს ხომ ისევ მე ვარ, გრძელი თმის გარეშე, წასი არ არის? ჯიმმა უცნაურად მოათვალიერა ოთახი. შენ ამბობ, რომ თმა აღარ გაქვს? თითქმის იდიოტის გამომეტყველებით იკითხა. რაღაც ეძებ, უთხრა დელამ. ხომ გითხარი, გავყიდე მეთქი. დღეს შობის წინა დღეა. ნუ გამიბრაზდები, ძვირფასო, შენთვის მოვიქეცი ასე. ჩემი თმის ყოველი ბეწვის გაზომვა შეიძლება. ჩემი შენ და მისი ყვარულისა კი არა. დელას ხმაში მოულოდნელი სინაზე შეეპარა. აბა, დავაწყო კატლეტების საყვარელო. ჯიმი თითქოს ახლაღა გამოერკვაო. დელას მოეხვია. 10 წამით ჩვენი მრავლის მხედველი თვალი სხვა რამისკენ მივმართოთ. რა განსხვავება აკვირაში $8 და წელიწადში მილიონს შორის? ამ შეკითხვას მათემატიკოსი ან ბრძენი არასწორად უპასუხებდა. მოგვებმა ძვირფასი საჯუქრები შეარჩიეს, მაგრამ მათ ღირებულებას სულ სხვა რამს სცემდა. ამ გაურკვეველ განსჯას შემდეგ მოუფენთ ნათელს. ჯიმმა ქურთუკის ჯიბიდან პატარა ფუთა ამოიღო და მაგიდაზე დააგდო. სწორად გამიგე, დელ, თქვა მან. არ მგონია ისეთი ვარცხნილობა არსებობდეს, ჩემი გოგო რომ გადამაყვაროს. მაგრამ ამ ფუთას თუ გახსნი, მიხვდები რამაც გამაოგნა. დელას თეთრმა დიდებმა სწრაფი მოძრაობით შეხსნეს დასმები. შემდეგ ქაღალდით შემოაძვრეს შეკვრას. დელა ჯერ ახტაცების შეძახილი აღმოხდა. მერე კი ცრემლები წასკდა. რამაც ბინის პატრონს მანუგეშებელი ძალების მოკრება აიძულა. შეკვრაში თმის სამაგრები იყო, თლიანი ნაკრები, უამრავი პატარა სავარცხელი გრძელი თმის გვერდზე და უკან დასამაგრებლად. ეს სწორედ ის სამაგრები იყო, რომლებიც დელამ ბროდვეიზე ვიტრინაში ნახა. კუს ბაკნისგან დამზადებული და ძვირფასი თვლებით შემკული სავარცხლები. დელას ჯერ გაგიჯებით მოუნდა მათი ყიდვა, მერე კი ვიტრინას ცრემლებით გამოეთხოვა. სულ მცირე იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ოდესმე მათი მფლობელი გახდებოდა.
ახლა სავარცხლები მას ეკუთვნოდა, მაგრამ აღარსად იყო ის დალალები ამ საუცხოო მოსართავებს, რომ უნდა დაემშვენებინათ. დელამ საჩუქარი გულზე მიიკრა. მერე დაბინდული თვალებით ამოიხედა და ქმარს ღიმილით მიმართა. თმა ისე სწრაფად მეზრდება ჯიმ. ამის თქმა იყო და ელდანაკრავებით წამოხდა. გაახსენდა, რომ ჯიმისათვის საჩუქარი ჯერაც არ ეჯუქებინა. ხელი გაშალა და გაუწოდა. ძვირფასი მეტალი დელას ხელის გულიდან მისსავე ნადელსა და მხურვალეს სულს ირეკლავდა. საუცხოო არა, ჯიმ? მთელი ქალაქი მოვიარე, რომ მეპოვა. ახლა შეგიძლია დღეში 100 ჯერადაც დახედოს საათს დროის გასაგებად. მომეცი შენი საათი, ვნახოთ როგორ მოუხდება. დათანხმების ნაცვლად ჯიმი ტახტზე მიწვა. ხელები თავქვეშ ამოიდო და გაიღიმა. ძვირფასო, მოდი ჩვენი საშობაო საჩუქრები გვერდზე გადავდოთ. ჩვენთვის ზედმეტად ძვირფასებიო. მე ხომ საათი გავყიდე, რომ შენთვის სავარცხლები მეჯუქებინა. სჯობს კატლეტები დააწყო დელ. მოგვები, როგორც იცით, ის ბრძენკაცები იყვნენ, რომლებმაც პატარა იესოს ბაგაში მიართვეს საჩუქრები. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი საშობაო საჩუქრების მირთმევის ხელოვნებას. მათი საჩუქრებიც უდავოდ მათსავით ბრძნული იყო. მე თქვენ იმ ორი სულელი ბავშვის ამბავი მოგითხრეთ, რომლებმაც უჭკუოდ გაიღეს ერთმანეთისთვის სახლის ყველაზე დიდი ძვირფასეულობები. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ შორის ვინც კი საჩუქრებს გასცემს, ისინი ყველაზე გონიერი აღმოჩნდნენ. ჭეშმარიტ ბრძენია ყველა ადამიანი, ვინც ასევე გასცემს და იღებს საჩუქრებს. ისინი მოგვები არიან.